ჩვენ ახლა ისე ბავშვობაში არ მქონდა მე ეს ბედნიერება რომ ნაძვისხეებთან მქონოდა ეს რაღაც სიახლოვე. იმიტომ მეც ერთ გაჭირებულ ოჯახიდან ვარ, მრავალშვილიანი ოჯახიდან და ჩვენ არ მქონდათ საშუალება. მართლა რომ ნაძვისხე მოგვერთა მქონოდა. რაღაც ნაძვისხის ჩამონაჭერი მქონდა, იმას ვთავდით ხოლმე სახლში. ესენი უფრო მდიდრები არიან ჩვენთან, ჩვენ ბავშვობასთან შედარებით. უფრო მეტი საშუალებებია და მეტი რაღაც სილამაზეა და მე ულოცავ ამ ოჯახს და ყველა გაჭირებულ ოჯახს საქართველოში მრავლად არის სხვათა შორის და მე ვუსურვებ რომ ბოლო წელი ყოფილიყოს გაჭირების და წარმატება და ბედნიერება მინდა ვუსურვო ამ ოჯახს და ყველა გაჭირებულ და შემდეგ სრულად საქართველოს. თქვენ ამ სოფელში ცხოვრობთ და ჩვენ აქ ცხოვრობთ კი უკვე 20 წელია აქ სოფელში ვარ მოღვაწეობდი ახლა ვცხოვრობ ვიძენდი მიწებს ვინც ყიდი და მე არ ვყიდიდი ვინახავდი და დამჭირდა აი სამი აქ ახლომა 4 ნაკვეთი და 4-ს გენადი ხმარობს წარმატებულად მოიყვანა სიმინდი ლობიო კაკალი ქლია რაც და ყველაფერი ვცდილობ რომ ესენი აქცევენ ყურადღებას უვლიან პატრონებენ და რა თქმა უნდა ნაყოფიც მათ ეკუთვნის და ის მიწები რომლებიც მე დღეს 10 გექტარს აღემატება მე სურვილი მაქვს რომ ყველა ამ სოფლის კვიდრი ვინც არის და დაიჩაგრა სხვადასხვა პირობების თუ მთავრობების შედეგად ეს ოჯახები და ადამიანები მე მინდა რომ ეს ჩემი მიწები უანგაროდ დაუთმო ამ ადამიანებს რომ მათაც მოიყვანონ მოსავალი და შეინახონ და გამოყვებონ თავიანთი ოჯახები. ის მიწები რომლებიც დღესდღეობით მე ვფლობ, ყველა ეკუთვნის ვარიანის მოსახლეობას ამ ჩვენ გაჭირებულ ბიჭებს და მე ვუთმობ ამ მიწებს ამ ვარიანის მოსახლეობას ვინც არიან ისეთი გაჭირებულები, რა თქმა უნდა ბევრს ძალიან ბევრია და მე მათ არ ვაკადრებ, მაგრამ ვისაც უჭირს მიწები და ვისაც სურვილი აქვს რომ იშრომონ, მე ყველანაირად დაუდგები გვერდში და მიწებითაც და ფინანსურათაც ჩვენი მრევლით, ვინც მე მეხმარება, ვეთქვი რომ დაეხმარნენ ამ ჩვენ სოფლის მოსახლეობას, რომ ის ჯამთელი სოფლის მოსახლეობა ნამდვილად იგზნო, რომ იგინიც ჩვეულებრივ ღირსეული მამული შვილები არიან და ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და ვცდილობ ვეცადოთ ყველა მერქად, ვისაც ცოტა რაღაც შეგვიძლია რომ მათ წარმატებაში, ოჯახის წარმატებაში რაღაც პატარა წილი შევიტანოთ. ისე რომ მიწებით მე ვამდიდრებ ვისაც არ აქვს, ვინც გაყიდა, იმათაც რა თქმა უნდა, ბევრი ამუშავებს. ვისგანაც ნაყიდი მაქვს, ისევ იმათ მფლობელობაშია, ისინი იმათ მოყავთ მოსავალი და კიდევ ასე რომ პრობლემა არ აქვთ, მე გაუყიდი გოჯარ მიწას სოფელს, მე ვუტოვებ, რომ სოფელს დარჩეს ეს ნაკვეთები და მათ მოიყვანონ მოსავალი. რაოდენობის მიწა არის 10 გექტარზე მეტი. და მე შევაწუხებ სოფლის გამგებელს, რაიონის გამგებელს, გუბერნიასაც რომ და იმ შეძლებულ ჩვენ სამრევლოს რომ დაეხმარნენ მიწები არის ჯამთელი ახალგაზრდობა არის, უნდათ შრომა, მაგრამ ფინანსები უნდა რომ ცოტა წინ წავწიოთ ჩვენი სოფლის ახალგაზრდობა და რომლებიც ძალიან დიდი წვლილი გაწიეს იმისათვის, რომ ეს მთავრობა მოსულიყო. მე ასეთ ადამიანებს ვეხმარები, ვისაც გააჩნია ჯამთელი აზროვნება, ჯამთელი შეხედულებები და დღესაც რა თქმა უნდა ვცდილობენ რომ ასე გააგრძელონ ჯამთელა თავიანთი ცხოვრება. ამ საჩუქარს გაუკეთებ ჩემს საყვარელ სოფელს. ვხვდებით ედილას, რომ დამიეკა რომ არაფერი არ მქონდეს. ვითომ მრავალშვილიანებს ეხმარებიან ტკბილეულობით და რამნაირად. მარტო მაცივარი და გაზი მოგვიტანოს. და ეხლა მამა უნდა გვირეკა გუშინა რომ რასაშვებით და არაფერს სამერთი მე ვთქვი და წაიყვანა დღეს გოში აი ეს მადვისხე მედიკა აი ესე წვისინა ჩუქარი მეზობელმა აჩუქა აი სამასხარაუთ. წაიყვანა მამამ ყველაფერი ეს რასაც ახედა ყველაფერი მამამ მასაკნა რა გაახარა ბავშვების გული. ახლა რამდენი შვილი გყავთ? ეხლა 5 მყავს, მე ერთი დედა ჩემთან ერთად.
სხვა შვილებიც ყავდათ ხო? სამი გარდაცვლა. სამი ხარ, სამი ესე. მოყოლიშვილა. ეს ოჯახი არის ერთ-ერთი სრულიად საქართველოს შეიძლება ითქვას ძალიან დიდი ჭირნახული. სამი შვილი გაჭირვების გამო, შვილის გამო არც ერთ ოჯახში არ მოხდარა ეს. ასე მიყოლებით გადაცვლილიყო ბავშვი და ესენი შრომობენ ყველანაირად, რა თქმა უნდა, წყალობენ, ამე ხო უყურებ და იმიტომაც ვარ აქ, რომ ესამაც ყველაფერს აკეთებენ, რომ არჩინონ და გამოყენონ და ღირსეული მომავალი შეუგნან თავიანთ შვილებს. და იყო იმის მცდელობები, როდესაც მესამე შვილი გარდაეცვალა, რომ ვითომ უნაროები არიან, ვითომ ლოთობს მისი მამა, ეს რა თქმა უნდა, იყო წარსული პოლიტიკის პროპაგანდა, რომ იმათი ეს სისუსტეები არ გამოჩენილიყო და დაჩრდილიყო. ისე რომ ეს ოჯახი არის ერთ-ერთი გაჭირვებული, მრავალშვილიანი და ცდილობენ რომ და ებრძვიან იმ გაჭირვებას და ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ. ეს რომელ წლებში მოხდა ეს ტრაგედია? 2009 წელს. 2009 წელს მოხდა ეს ამბავი და დახმარებას ვიღებთ არა ყოფნის. თვითონ თემდე ზეთიო ისო ყველაფერი ბავშვებს ნასკები უყიდეთ, ბილები, ჩუსტები ხო ელემენტურად პოლზე ხო არ გატარით. ეს დახმარება სოციალურს ამბობთ ხო? კი, არა ყოფნის, აი რომ თქვა რომ აი რატო შეიძლება ითქვას რომ აი რატო არ აუღნიშნეს ბავშვი, მაგრამ არა ყოფნის ბავშვები არიან. მაგრამ სულ ხანა ხომე თბილისშია მამაო და ეხლა იქიდან აქ ვერა და ხანა როცა არ არის ხომე ჩვენ ავყიდულობთ ხომე წამებს ახველები ავთ რაღაცა და როცა არის ხომე ხო რამდენჯერ ჩვენი მიბალებიც დაუფარია მამაოს. ისე რომ აი არც უთქვია ჩვენთვისა და რო ჩავდივართ ხომე გვეუბნებიან რომ მამაომ გადაიხადა ვალა. არა, ყველანაირად გვეხმარება და რამე რა ვიცი. ეხლა როგორ ცხოვრობთ? რას ეხლაც კი გვიჭირს, კი ცემენტი იმას აქნიშ მაღლა დაგვეხმანენ მეტალობით რამე, მაგრამ ის ცემენტი არის ინგრევა ისე ვაითხრება წვიმები და ისმივა და მაღლა შიფერი რო დააფარეს, მაინც ჩამოდის და ის გვენგრევა თავზე. ჭერი და მე შინი ახლა ბავშვები იმიტომ ჩამოვიყვანე, რომ არ ჩამოწეს შვილონები, რა ვიცი. ყველაფერში შიუნდა და ის. თორე მაღლა ის